გოგონებო, დღეს გაშლა გვექნება თქვენზე. მოთავსდით ლამაზად. თქვით თქვენი სახელი და გითხრეთ, რა მელოდება მომავალში. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, ამჟამად გულში თითქოს რაღაცა გზა გინდა, რაღაცა კაზიონის სახლის თაობაზე, რაღაცა კაზიონის სახლია მოგივიდა. ამჟამად ამოხვედი სახლის ჭერში. ზიხარ თითქოს შენ თავს ელაპარაკები და რაღაცა სიბრაზეში დგეხარ. ბურდღუნებ რაღაცაზე ბრაზობ. შეიძლება შენ თავზე ბრაზობ. ამოგივიდა ახალგაზრდა პიროვნება ბიჭი. ეს პიროვნებიდან შეიძლება რაღაცა დარდი, ნერვიულობა მიიღე, ან ისე ფრთხილად იყავი, რაღაცა დარდით და ნერვიულობით ახალგაზრდა პიროვნება ბიჭი ამოგივიდა. ან არ გაგანერვიულოს, ან შეიძლება ამ ბიჭზე იყოს რაღაცა სანერვიულო. ორ ქალბატონიდან რაღაცა სურვილი შესრულება ამოგივიდა. ჩემო კარგო, ამ გზაზე, ან კაზიონის სახლის თაობაზე თუ ფიქრობ, იცოდე ძალიან დიდი სიხარული გელოდება. გვერდზე ვიღაცა ქალბატონი გიდგება, კარგი სიხარულები გაქვს, კარგი შეხვედრები გელოდება და სადღაც საღამოს გზა გელოდება. ან საღამოს გზა იქნება, ან მოგვიანებით გზა გიჩანს. რაღაცა გზამ უნდა დაგამშვიდოს. კარგი. ისე არ იყოს გული რაღაც დარდიანი გაქვს. ზიხარ და სულ განცდებში და დარდებში ხართ. წადი მოდი პატარა გზები გიჩანს. სხვათაშორის ტელეფონის ყურმელი გელოდება, ან ვიღაცასთან პირისპირ ლაპარაკი გელოდება და სიხარული. ჩემო კარგო, შენ ვისთანაც გინდა შეხვედრა გქონდეს, სულ ყოველთვის რაღაცაზე გაბრაზებული, ან ყოველთვის გაბრაზება და ჯავრი გიჩანს. ნერვიულობ, ან ჩხუბობ, ან რაღაცას განიცდი. სხვათაშორის ბევრი რაღაცები გისრულდება, სურვილი შესრულებები გაქვს, მაგრამ მაინც თითქოს არაკმაყოფილდები, ან ისევ რაღაცაზე, ისევ და ისევ ნერვიულობ. აქ ამოგივიდა ვიღაცა უცოლშვილო პიროვნება, ბიჭი. სხვათაშორის რაღაცას ძალიან დარდობ, განიცდი. განცდებში ხარ, თითქოს კიდე რაღაცას დარდობ და კიდე რაღაცას იხსენებ, ან შეიძლება რაღაცას ავადმყოფურად განიცდიდე. ნახოთ აბა კიდე რა გელოდება. ნახოთ რა გელოდებათ კიდე. და რა დაგამშვიდებს. ჩემო კარგო, რა დაგამშვიდებს, იცი? ამ დღეებში, ან მოკლე ხანში, ფულს ჩაიგდებ ხელში და უცბად გადაწყვეტავ, რა გააკეთო და როგორ გააკეთო. ფული მოგივა. შეიძლება დიდი ფული არ იყოს, მაგრამ სხვათაშორის შენ საქმეს გამოადგება. რასაც შენ ფიქრობ, აი სურვილი რაცა გაქვს, თითქოს პუსტაში დგეხარ. მაინც ის არ გამოგდის შენ რაც გინდა. კი, ვიღაცა ქალბატონი გვერდზე გიდგება, შეიძლება და იყოს, დედა იყოს, გათხოვილი ქალბატონი იყოს. ბევრი სიხარულებიცა გაქვს. ფული ხშირად ხელში გივარდება, მაგრამ რა გინდა? საქმე რაცხა ყოველთვის პუსტათა გაქვს.
ჯერ შენ რაც გინდა ის არ გამოგდის, იმას ვერ აღწევ ჯერ. სხვათა შორის მეორე გაშლაზე ვნახავ ნეგატივებზე და აუცილებლად უყურეთ, არ გამოტოვოთ. კი, ჩემო კარგო, აქ ვხედავ პიროვნებებს, ხალხს, მაგრამ რა არის? შენი შეხვედრები, შენი სიხარულები, ჯერჯერობით ყველაფერი საეჭოთ არის, გადაწყვეტილი, არა გაქვს ზუსტი გადაწყვეტილება, ან ძალიან დიდი შეფერხებები გაქვს, ჩემო კარგო, არ გამოგდის რაღაცა შენი საქმე. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება. შენ მომავალში უფრო გზა, ოკაზიონი, სახლი, ფული, ასეთი რაღაცეები გიჩანს. ნახოთ კიდე რა გელოდება. რა დაგამშვიდებს? რაღაცაზე უნდა გული გეტკინოს, რაღაცაზე უნდა გაბრაზდე და სხვათა შორის ახალგაზრდა პიროვნება, ოღონ ცოლშვილიანია, რაღაცა ამ პიროვნებიდან დამშვიდება გელოდება. ცოლშვილიანი მამაკაცი გაწყნარებს. შეიძლება შენ რაც გინდა არ გამოგივიდეს და ამ დროს უცბად ვიღაცა ცოლიანი ტიპი გამშვიდებს. ახალი ამბავი ან რაღაცა საფუძე ლაპარაკი გელოდება და სიხარული. შეთვითონ ნუ გიშინია, ცვლილებები მაინც გელოდება. აქ ფორმიანი მამაკაცია, ან ბედგამონაცვალი მამაკაცია. შეიძლება შავგვრევანიც იყოს, რაღაცა საქმის მოგვარება ჩანს აქ. შეიძლება თვითონ რაღაცა მოგიგვაროს, ან რაღაცა საქმე გაგიკეთოს. აქ უფრო წარმატება და ფული არის. ამოგივიდა აქ გათხოვილი ქალბატონი და ვიღაცა მამაკაცი. სხვათა შორის კაზიონის სახლით ამოვიდნენ. არ ვიცი რამე საქმე შეიძლება მოაგვარონ, მაგრამ შენ როგორც გითხარი, ყოველთვის გულგატეხილი ხარ, ყოველთვის გაპოსტავებული დგეხარ და ამის მიზეზები უნდა გაიგო. რატო? ამიტომ გეუნებით. აუცილებლად ჩავდებ ნეგატივებზე. მით უმეტეს ახალგაზრდა გოგონებზე. ჩავდებ და აუცილებლად მოусმინეთ. რა გიშლით ხელს, რომ ასე თქვენი სურვილები ყოველთვის პუსტა და გულგატეხილი რომ ამოდიხართ. კარგი, ვნახოთ კიდე რა გელოდება. ნახოთ თქვენ სურვილებში კიდე რა გელოდებათ. სხვათა შორის ცოლიანი მამაკაცი გამშვიდებს მეთქე რო გითხარი. ახალგაზრდა ამ პიროვნებასთანაც ცოტა ფრთხილად იყავი. იცოდე ამისგანაც რაღაცა გულის მტკენას მიიღებ. აქ უფრო უცოლშვილო ბიჭი ჩანს, ისევ ამისგან გელოდება რაღაცა სიხარული. მაგრამ ამ ცოლშვილიან ტიპთან ცოტა შორს იყავი. გულის მტკიველს მიიღებ, ან რაღაცაზე გულს გატკენს. როგორც გითხარი, ჩემო კარგო, ფორმიანი, ბედგამონაცვალი, ან შეიძლება იყოს შავგვრემანი ტიპი. მომავალში ეს პიროვნება გიჩანს და პლუს ფულიც გიჩანს. ამით გელოდება დამშვიდება. TikTok-ში არ მომწეროთ ძვირფასო მეგობრებო, პირად ნომერზე მომწერეთ, WhatsApp-ში მომწერეთ, Viber-ში მომწერეთ. ნომერს გიტოვებთ 557 64 38 81. სხვათა შორის სხვამაც გახსნა ჩემი TikTok-ი და შეიძლება რაღაცაში მოგატყუონ. მე TikTok-ში არავის პასუხს არ ვცემ. თუ პასუხს ვცემ, მარტო ჩემ ტელეფონის ნომერს უტოვებ და მიაქციეთ ამას ყურადღება. ახლა დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.